მოკლედ მადლობა ვინც მიყურებთ Facebook-ის მაყურებელს გთხოვთ რომ გადმოხვიდეთ YouTube-ზე აბრეშუმის გზა გამოიწეროთ ჩვენი არხი საინტერესო პოდკასტები გვაქვს სხვადასხვა თემატიკაზე დაწეროთ თქვენი აზრი კომენტარი შენიშვნა კითხვა მე ლაივ რეჟიმში ვეცდები რომ მათ შორის Facebook-ის და YouTube-ის შეკითხვები წავიკითხოთ და გიპასუხოთ დღევანდელი თემა ეხება წულუკიანის და ივანიშვილის რაღაცა მოგონილ კომისიას, რომელიც აბსოლუტურად არასერიოზულია, აბსოლუტურად ძიმესაყურებელია, ხო? ანუ ხელისუფლებამ მოიგონა კომისია, რომ გაასამართლოს ნაციონალური მოძრაობა, თითქოს ანუ ქვეყანაში ყველა პრობლემა მოაგვარეს, ანუ გაჭირვებას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ემიგრაციაში რო ხალხი თავქუდ მოგლეჯილი გარბის, ანუ ეს პრობლემები მოგვარებული აქვს, ესე თვლიან ესენი და რაღაცა ყოველდღიურ რეჟიმში გვაყურებინებენ ცირკს ფაქტობრივად წულუკიანის ხელმძღვანელობით და რა არის შინაარსი ანუ მაყურებელმა ძალიან მარტივად რომ აღვიქვა და გავიაროთ ხო ეს თემა ესე იგი ესენი ამბობენ რომ ორჯერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით აი თურმე საქართველოს დაიწყო ომი რომ თურმე საქართველოს რა ცუდია ანუ ფაქტობრივად აი მარგარიტა სიმონიანი სალავიოვი ლავროვი პუტინი რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ქადაგებდნენ რუსეთში აი მას ახლა დაარქვეს საგამოძიებო კომისია და წულუკიანის სოზარ-სუბარი რაღაცა მაჭარაშვილი და რაღაცა გაურკვეველი ხალხი რაღაცა სასამართლო პროცესებს მართავს ხო ანუ საქართველოს წინააღმდეგ მართავენ რაღაცა პროცესებს უნდათ ისტორიის გადაწერა არიან ამ სიგიჟეში და მე მინდა რომ კონკრეტული თემები გავიაროთ დეტალურად ჯერ ერთი როცა საუბრობთ უყურებთ ამ სიგიჟეს ანუ წულუკიანმა და ბიძინა ივანიშვილმა შექმნეს საგამოძიებო კომისია და რეალურად უნდა გვესმოდეს რომ ამ საგამოძიებო კომისიის დანიშნულება რა არის ეს არის ოპოზიციისთვის მექანიზმი რომ ხელისუფლება რაღაც კონკრეტულ რაღაცა თემებს მალავს რაღაცა მიჩუმათება უნდა კონკრეტული საქმის ეს არის ოპოზიციისთვის შესაძლებლობა რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და იქ გაარჩიოს კონკრეტული საკითხი იგივე აი სარალიძის თემასთან დაკავშირებით იყო გახსოვთ ხო საგამოძიებო კომისია სადაც ძალიან ბევრ რამეს აიხადა პარტია ეს არის ინსტრუმენტი ოპოზიციური პარტიისთვის თორე ხელისუფლება რომ ახლა საგამოძიებო კომისიას აკეთებს სასაცილოზე უფრო მეტია ხო მათ აქვს პროკურატურა ძალოვანი უწყებები თუ რაიმე დანაშაული იყო მთელი 13 წელია ხელისუფლებაში არიან გამოეძიებინათ კონკრეტული ადამიანები პასუხისგებაში მიეცათ კონკრეტული თემებიდან გამომდინარე მაგრამ ჩვენ ხო მიგვაჩვიეს ამ 13 წელს მანძილზე რომ რაღაცა კონკრეტულ ადამიანს ესწოდენ ტალახს რომ ამან ეს გააკეთა და შემდეგ უკვე აბსოლუტურად გაუგებარ რაღაცა საქმეებზე სჯიდან ხო იგივე მაგალითად ომის თემატიკაზე საუბრობთ და რაღაცა კომისია აქვს და შეიძლება არ ვთქვათ რომ ხა სააკაშვილზე ამბობდნენ რომ ადამიანებს ჭამდა და ბოლოს თქვეს რომ ტრამპს რომ უმასპინძლა ამის გამო უნდა გასამართლდეს და 12 წელი უნდა მივცეთ იმიტომ რომ ჰილარი კლინტონს მაგალითად რედბული უყიდა იქ რაღაცა ვასლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინი მიიტანა ხო ანუ პროპაგანდა ერთი იყო მაგრამ საქმეში აბსოლუტურად სხვა მტკიცებულებები ბჭყალებში მტკიცებულებები ქონდათ და სხვა საქმით ფაქტობრივად ასამართლებენ ხო ანუ მათი მიზანი ახლა რა არის წულუკიანის და ივანიშვილის მიზანი რომ ეს კომისია კონდეთ. ფაქტია რომ ამ აქციების თემის გადატანა სურთ, ანუ აქტუალიზება სურთ სხვა თემის და არა იმ აქციების და პროტესტის რაც რუსთაველზე უკვე 100 დღეზე მეტი აქტიურად მიდის და ისინი რომ არალეგიტიმურები არიან ამაზე უკვე ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, ქართველი ხალხი კი არა ქვეყნის გარედან საუბრობენ ხო ჩვენი პარტნიორები არავინ ევროპელი მათ არ ესაუბრება არავინ დასავლელი პარტნიორი ამ ადამიანებს ანუ არიღებენ სერიოზულად ხო ანუ მათ უნდათ რაღაცა კონკრეტული თემებიდან რაღაცა პასუხისმგებლობა მოიშორონ და არ შემილია რომ ასე ვთქვათ, ბარემ მოვატრიალებ, ეს არის ივანიშვილის მარცხენა ხელი, გულისხმობ წულუკიანს, რომელიც არის დღეს თავარი გმირი, დღევანდელ გადაცემაში, თავარი ჯალათია, თავისი აგრესიული დამოუკიდებლებით, აგრესიული რიტორიკით, ანუ ეს ქალი, როცა ტელე ეთერებში ხედავთ, მუდმივად ზიზღს ანთხევს, ხო? ანუ ამ ადამიანისგან არანაირი სიმშვიდე, სიწყნარე ადამიანებზე ზრუნვა არ მოდის. ამ ადამიანისგან მოდის, რომ ვიღაცა უნდა დასაჯონ, ვიღაცა უნდა გაასამართლონ, ну, პრინციპში ისეთი მამის შვილია, რომელიც ადამიანებს ხრეტდა და სიკვდილით სჯიდა და შესაბამისად მამის გზას აგრძელებს წულუკიანი და
რაღაცა სადამსჯელო თრილერებს გვთავაზობს პირდაპირ ეთერში და აყურებინებენ ხალხს. ახლა წარმოვიდგინეთ 100,000-ობით ადამიანი, აი დღე ადამიანები რომ ყოველდღიური რუტინა რა არის ადამიანის, ხო? ადგა გაიღვიძა, დახედა კომუნალურ გადასახადებს და ძალიან ძვირია. მე შეამოწმა რაღაცა ტელეფონზე SMS-ი ხო არა მოსული რაღაცა ბანკმა სესხი უნდა ჩამოაჭრას. მე იცის რომ რო წავა სამსახურში რო წავა გაძვირებულია ხო მგზავრობაც პირობითად უყრიდა 50, 60, 80 წეტრი ლარი ღირს ახლა მგზავრობა რაღაცა გაძვირებული მგზავრობაში ძვირი უნდა გადაიხადოს ან ავტომობილი თუ მიდის ძვირი საწვავი უნდა ჩაასხას მე სამსახურში მივიდეს იმუშაოს დღის განმავლობაში თუ ჭამა მოუნდება აუცილებლად ძვირი უნდა გადაიხადოს ამაში ბევრად ძვირი ვიდრე ოდესმე იხდიდა ძალიან ძვირიც პირდაპირ მნიშვნელობით ხო ანუ შემდეგ არ ვიცი ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცას მაგალითად მწეველია და არ შეუძლია სხვანაირად და ეწევა რაღაცა კონკრეტულ სიგარეტს ხო ის გაძვირებულია ორჯერ მინიმუმ ორჯერ არის ასე ვთქვათ ეს სერვისიც გაძვირებული ადამიანისთვის ანუ ფაქტობრივად გზავრობა ჭამა არ ვიცი ერთი ჭიქა ყავა რო დალიოს ადამიანმა დღის ბოლოს გამოვა რომ სახში ვეღარაფერს ვერ მოიტანს. ანუ ესეთი რუტინა აქვს ადამიანებს, შემდეგ თუ შვილი ყავს, ოჯახს ხო კიდე დამატებით ასე ვთქვათ ეკონომიკური პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ბავშვს სკოლაში ან ბაღში თუ გაუშვებს, რაღაცა ფეხსაცმელი ჭირდება, გამოსაცვლელი ქურთუკი უნდა, არ ვიცი, ზაფხულში მაისური ჭირდება, ხო, გამოსაცვლელი და გაძვირებული. ნახეთ, აი რუტინა არის ადამიანებს აბსოლუტურად სხვა. მაგრამ ნაცვლად იმისა რომ ამ რუტინაზე პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ, ხო, თავაზობენ რა დისკუსიას, რომ აი რაღაცა ვიღაცამ დააშავა 17 წლის წინ, 15 წლის წინ, 13 წელი ხელისუფლებაში არის. და რაღაცა ეთერში თავაზობენ სანახაობას, თორე კიდევ ამ 13 წელი პროკურატურა მათია, საგამოძიებო უწყებები მათია, საგამოძიებო კომისია რა სჭირდება? საგამოძიებო კომისია ჭირდება ოპოზიციას. და თქვენ იცით რომ იგივე მოსამართლეებზე მაგალითად არაფრით არ შეგვაქმნებინეს როცა მოსამართლეები დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწერა რომ კორუმპირებულები არიან, რომ რაღაცა ფულის აღებმიცემობაში არიან, აი იქ იყო საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანი და ოპოზიციისთვის ბერკეტია, ხო? ხელისუფლებაზე ზედამხედველობის ბერკეტი, მაგრამ მაშინ არ ვიცი ფეხები გააფიჩინეს ფაქტობრივად რუსული პარტიის წარმომადგენლებმა და 1000 საცირკო ნომერი შემოგთავაზეს, ხან ფორუმი ჩააგდეს, რომ ეს კომისია არ შემდგარიყო. რატომ? იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხალხს არ ენახა სიმართლე, ხო? თუ იქ დაიკითხებოდნენ მოსამართლეები და ჩვენ მოვყვებოდით მათ გამილიონერებაზე, ხო? როგორ რუსიძე მაგალითად როგორ აიშენა 9 მილიონი ლარადღირებულების მინიმუმ 9 მილიონი ლარადღირებულების სასახლე. საიდან ეს ფული, ხო? მისი ხელფასით ამას ვერ ავტომობილი ყავს 100,000 ლარად შეფასებული ყველაზე ცოტა. საიდან ეს ავტომობილი? ამაზე აუცილებლად ცალკე პოდკასტი უნდა გავაკეთო სხვათა შორის. იმიტომ მოვინიშნოთ, რომ მოსამართლეებზე, სასახლეებზე, ავტომობილებზე ცალკე გადაცემა დაგვჭირდება აუცილებლად. ხო, ეხლა რაც შეეხება, ასე ვთქვათ, კონკრეტულ თემას რო დაუბრუნდეთ. აი რა მარტივი შეკითხვა მინდა დავსვა. ჩემო ძვირფასებო, დაიბარეს კონკრეტული ადამიანები და ამბობენ, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა ბიზნესი წაართო, ვიღაცას უდად მოიქცა. მე ვსვამ ერთ შეკითხვას და თუ არ არის ლოგიკური, ხო? არ ვიცი, დაწერეთ კომენტარებში და თქვით თქვენი მოსაზრება გამიზიარეთ. როცა ამბობს წულუკიანი ივანიშვილი და ეს ხელისუფლება, რომ მაგალითად ვიღაცამ ვიღაცას ქონება წაართვა, ვიღაცამ რაღაცა ჩუმად მიდიოდნენ ბიზნესების გადაფორმება. ერთი პროკურორი ან ერთი მოსამართლე რომელიც დასაჯეს. აი მარტივი შეკითხვა მაქვს. თუ არსებობს ერთი პროკურორი, ისინი ამბობენ რომ პოლიტიკური დევნილები ყავდა ქვეყანას წინა ხელისუფლების დროს. ამბობდნენ ამას და ადამიანებს უკან ერთი პროკურორი. რატომ ერთი პროკურორი არ არის დასჯილი? აი ერთი პროკურორი. ხო ამბობენ რომ მაგალითად ბიზნეს ძალით აფორმებინებდნენ კონკრეტულ ადამიანებს იბარებდეს ერთი პროკურორი. ერთი მაგალითად ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი. ერთი. აი ერთი. ქონებებს უფორმებდნენ უკანონოდ. აი წულუკიანს ახლა ერთი არ ვიცი. ერთი მოსამართლე, რომელიც ამ უკანონობის თანამონაწილე იყო. ანუ ერთი ადამიანი მაინც არის დასჯილი, ესეთი არის. რა ზღაპარზე ვლაპარაკობთ, რა სიგიჟეზე ვლაპარაკობთ. ეს კონკრეტული ადამიანები, ვინც მართლა უსამართლობაში ჩადიოდნენ, იგივე მურუსიძე და ჩინჩალაძე და ეს ხალხი დღეს არათუ სასამართლოშია ისევ, არამედ დაწიენაურებულები არიან. კლანიად შექმნილი, მათი ნათესავები, ბიძაშვილი მამიდაშვილები, ესე გაშლები არიან სასამართლოში, საძმაკაცოები, ძმაკაცობის ნიშნით ნიშნავენ მოსამართლეებს, კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოაქვთ ძმაკაცობით, აღებმიცემობით.
ესე იგი ეს ხალხი დააწინაურეს და ვის თხოვენ პასუხს? ანუ მე მთხოვე პასუხს თუ ეს ჩემ მეგობარ აგერ ვიტო არის პასუხისმგებელი იმაზე რასაც ახლა ისინი პროპაგანდირებენ. ანუ ვის თხოვენ პასუხს? როცა საუბარია კონკრეტულად ზის იქ არა ქეწულუკიანი და ესეთი დანაშაულები ხდებოდა და ესე აკეთებინებდნენ თქვენ დროს. მოიცა, მაგალითად ჩვენ დროს თუ ვინმეს და პირობითად ვამბობ, ნაციონალური მოძრაობის დროზე რო ლაპარაკობენ. თქვენ ყავთ პრემიერ-მინისტრი, ყავდათ მამუკა ბახტაძე, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობას შეწირა 20,000 ლარი. ბიჭო, პრემიერ-მინისტრად ყავდათ კაცი. დანიშნეთ ბიძინა ივანიშვილმა დაგინიშნათ პრემიერად მამუკა ბახტაძე, კაცი არსაიდან, ჯერ საიდანაც ციდან ჩამოვარდა, მე საერთოდ აორთქლდა. რა ის პოლიტიკური მდგენელი ამ კაცს ჰქონდა და რა საერთოდ რა შუაში იყო პოლიტიკასთან. მამუკა ბახტაძე 20,000 ლარი შეწირა ნაციონალურ მოძრაობას. აი მაგალითად დაი თქვენი ვერსია, რომ ჯერ დააძალა ვიღაცამ. თუ ეგეთი ჩმური იყო, რომ ვიღაცას დაეძალებინა, ეგეთი პრემიერი რანაირად ყავდა, თუ რომელიმე ხელისუფლების პირობებში ვინმე აკაჩავებდა, ეგეთი პრემიერი ვისაჯანდაბად უნდოდა. თუ ეგრე არ იყო და გულწრფელად ჯეროდა ნაციონალური მოძრაობის ღირებულების, მაშინ 2000 რომელ წელსაც იყო პრემიერად რანაირად დანიშნეთ. მაგის გარდა ნათელა თურნავა, რომელიც აი მთავარი ფინანსური მაქინატორი და კორუმპირებული ქალია დღეს და ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის და ჩხარტიშვილის ჯიბის პოლიტიკოსად გადაიქცა. ამ ქალბატონმა ნაციონალურ მოძრაობას იგივე 2012 წელს 35,000 ლარი შესწირა. დაიბარეთ საგამოძიებო კომისიაში მამუკა ბახტაძე, თურნავა, მაშინ რატო წირავდნენ ნაციონალურ მოძრაობას ფულს? აი თურმე აი ძალით ვინ დააძალა თქვა? დაადონ ხელი, გვაჩვენეთ ერთი დასჯილი ადამიანი. აი მამუკა ბახტაძე, მოყვეს მამუკა ბახტაძე, აი თურნავამ მოყვეს. ეგენი მაგათვის მოსულა და თქვენ ვინც არ გევასებათ რა, გინდათ რომ ანუ ვინც წესიერია და მართლა ღირებულებით წინა ხელისუფლების დროსაც იმსახურა და ხვალასუდა რომ ქვეყანას ემსახუროს, ანუ მარტო ისინი არიან ცუდები? ნათელა თურნავა კარგია, ეხლა 2012 წელს თუ 35,000 ლარი დავუჭოთ ეხლა თვალები, ნათელა თურნავა არ გავიგე. ბექა ოდიშარია 35,000 ლარი შეწირა ნაციონალურ მოძრაობას. დაიბარეთ ბექა და ყველა ჯიხს იცემს, რომ აი ნაციონალურ მოძრაობის დროს ესე, ნაციონალურ მოძრაობის დროს ისე, არა და ძალიან კარგად გძნობდა თავს და რა ვიცი, სადღერძოლოებს სვამდა იმ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების და ასე შემდეგ. დაიბარეთ ეს კაცი, რატო შეწირა ნაციონალურ მოძრაობას 35,000 ლარი? დღეს იძახის რომ სისხლიანი ხაწელი, ანუ მე ლაპარაკებით. ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, სკოლის მოსწავლე ვიყავ. მე მესაუბრებით, არასდროს პირობითად ვამბობ, არასდროს არანაირი თანამდებობა არ მეკავა. ან ბექაუდიშარიას რა გაუკეთებია ერთი მტყაველა ქართული ხალხისთვის, აი მოგვიყვეს. დაიბარეთ ეს კაცი, უთხარით რატო უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას ხარს? მოიცა მინისტრი რო ყავთ სონგულაშვილი და 7,000 ლარი აქვს ნაციონალურ მოძრაობისთვის შეწირული მინისტრი და პარლამენტარი და ძმები, ესე იგი აღზევებულები რო არიან. დაიბარეთ ეს ხალხი. დაიბარეთ დააძალა ვინმე, ძალით მიეცა იმის, მოყევი ვინ იყო ეს ხალხი? მოიცა მართლა ანუ შეიძლება რომ ეს ნაცარი აიღოთ პირდაპირ მშობლად და ხალხს აყაროთ ყოველდღიურად. აი გოჩა ენუქიძე მაგალითად, ხო? ზარგუას ვოიაჟების ერთ-ერთი ანტიგმერი ფაქტობრივად ჯერი კაცობაში ჩაიჭრა ჩემი აზრით, რაღაცას დარბოდა შორტიკებით და იმით ჭყალებში და რაღაცა ფლოსტებით ზარგუა ჩხუბობდა, ბიჭი იჭიმებოდა, ყველა ჩხუბიდან დაუტყდა. აი გოჩა ენუქიძე ყველა ჩხუბიდან დაუტყდა. არც ერთ ჩხუბში მაგასთან ერთად არ იყო და იქ სანიკიძე და ეს რო ჩააყუდეს, რა ქვია, ზარგუა, ეს კაცი მოტყდა. პირდაპირ უშუალოდ მოტყდა რა და მაგან ჩაიყვანა ეხლა რა ქვია, მაგან დაპატიჟა, მაგან იკისრა, ჩაიყვანა იქ და მე ჩხუბის დროს ხან ერთი სუფრიდან გარბოდა, ხან მეორე და ხანსად დაიმალა. ხო? ანუ ეს კაცი გოჩა ენუქიძე 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობაში და 60,000 ლარი არ აქვს შეწირული ნაციონალურ მოძრაობის თუ ის? და ვის განიხილავთ? და რას განიხილავთ? და რატო განიხილავთ ანუ ამ თემებს? ანუ ეს ხო არის აბსოლუტურად ყველაფერი, არის პროპაგანდისტვის გაკეთებული. აი თია წულუკიანი მაგალითად, აი თია წულუკიანი ამასო კითხვები ქონე ჯერ ერთი კაცო რა, ვისთან გაქვთ კითხვები მართლა თქვენ ნორმალურები თუ ხართ? რუსეთი რო საქართველოს თავს დაეცხა, საქართველოსთან გაქვთ შეკითხვები? ამის ლაპარაკს რომ ბედავთ, ეგ არის კიდე ცალკე ტრაგედია და უბედურება. როგორ ბედავთ? აი ამაზე საუბარ საერთოდ როგორ ბედავთ, რომ ესე იგი რუსეთი პუტინი შემოიჭრა საქართველოში ჩვენი დები ძმები, ანუ ანწუხელიძეს ასამართლებთ და იმ გმირებს ასამართლებთ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირა. ვიზე ლაპარაკობთ?
და ან როგორ შეიძლება რიტორიკაში დაემთხოთ, აი მაგალითად არ მოგწოთ მიშა სააკაშვილი და არ მოგწოთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ბევრი ობიექტურად, ვიღაცა სუბიექტურად, ვიღაცა სწორად, ვიღაცა არასწორად, ნორმალურია ეს აბსოლუტურად, რომ ვიღაცა მოგწოთ, ვიღაცა არ მოგწოთ, ვიღაცას კარგად ვაფასებთ, ვიღაცა ნორმალურია, კაცო, გავიგე ყველაფერი. ოღონდ ერთი ამიხსენით, როგორ ემთხვევით პუტინს, ლავროვს, მარგარიტა სიმონიას, სალაბიოს, ანუ ჩვენ მტრებს, ანცუხელიძის მკვლელებს, როგორ ემთხვევით შინაარსში, საქმეში, პროპაგანდაში, აი როგორ ახერხებთ ამას. ანუ პუტინმა რო თქვა, რომ ქართველი ხალხი გაასამართლებს მიხეილ სააკაშვილს, თქვენ ეს რანაირად ხართ იგივე მესიჯით, იგივე საქმიანობით დაკავებული, რასაც აი პუტინის სურვილებია და ლავროვის და ახლა რო გადავთოთ რუსულ არხებზე, ჯერ რო სააკაშვილს მიუსაჯეს, მე ახლა დიდი ზარზეიმი ქონდათ. ერთი ქოცებს ივანიშვილს, წულუკიანს ქონდათ ზარზეიმი და მეორე რუსეთში იყო. მე მართლა არ მინახავს არც ერთი ევროპელი დასავლელი ლიდერი, რომელსაც ეთქვა, რომ აღდგა სამართლიანობა. აი სამართლიანი გადაწყვეტა ერთი არ მინახავს ესეთი, ერთი არ მინახავს. ნუ ეხლა ზარკუას, რეგვენ ზარკუას თუ გაუხარდა და სოზარსუბას, ეს არის სამართალი, ანუ სუბარს მაჭარაშვილს და ესეთ გაუგებარ ხალხს თუ უხარი, ეგ არის სამართალი. და აი წულუკიანს რო კითხვები აქვს. აი მაგალითად მინდა რომ აი რაღაცა კარგი ეხლა წულუკიანთან დაკავშირებით მეც და საზოგადოებას, აი ფარცხალაძე კგბ-ს აგენტი რო იყო, მის იუსტიციის მინისტრობის დროს და თანამდებობის პირი რო იყო, პროკურორი. მის დაქვემდებარებაში იყო რუსეთის აგენტი. ეს ეხა მე ხო ფარცხალაძე უკვე ამით ამაყობს, ხო? კონკრეტული ჯილდოები მიიღო რუსეთში. კონკრეტული ჯილდოები აიღო ამ კაცმა. სახელმწიფოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობისთვის აიღო ჯილდოები კაცმა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის დასანქცირებული როგორც რუსეთის აგენტი. და ეს კაცი რუსეთში მიდის, მოდის, ცხოვრობს, რაღაცა იმას იღებს, რა ქვია, რუსეთის მოქალაქეობა აქვს. პროკურორი მინდა რომ გაიქცა, მე მოქალაქეობა იყო. ბიჭო, აი ამ კაცის დროს შენ იყავი იუსტიციის მინისტრი. შენთან არა, მოიცა, საგამოძიებო კომისია თუ ვინმე რამის გამო უნდა შეიქმნას, შენს გამო უნდა შეიქმნას. წულუკიანი, აი ფარცხალაძეს უფროსი რო იყავი თუ რაც იყავი. ფარცხალაძესთან ერთად რო კონკრეტულ საქმეს აკეთებდი, შენთან კითხვები არ არის? იუსტიციის მინისტრი რო იყავი და სუსის უფროსის მოადგილე, რა გვარია ის კაც, გოგაშვილი, რო ამბობს რომ მინისტრი, გომელაური ჩუმად მასპინძლობდა რუს გენერლებს. მოიცა, ეს კითხვა არ არის? ოპოზიცია ხო არ ამბობს ამას, აი მაგალითად, ოპოზიციამ თქვა ესი არ არის. თქვენასაც ამბობთ ყველაფერი მართალია. ოპოზიციას ეგ არ არის. კარგი. თქვენი მინისტრის მოადგილე არ იყო გოგაშვილი? მოიცა, ეს გოგაშვილი თქვენ თავადვე არ იყენებდით არჩევნების გაყალბებაში, მაგალითად 2018 წელს და ასე შემდეგ. გოგაშვილი მინისტრის მოადგილე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე რომ ხელი მიუწვდებოდა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სუსის უფროსის მოადგილე იყო კაცი. თუ ესეთი აფერისტი იყო და მატყუარა იყო და მაგთანადობაზე ყავდათ, ეგ სალკე ტრაგედია. კაცმა ამხილა, მისმა ესე მინისტრი ამხილა მოადგილემ. კრინტი არ ამოგიღიათ, ბიჭო, კრინტი არ ამოგიღიათ. და ეს კითხვები არ არსებობს, რუსი გენერლები როგორ ჩამოყავდა, რომელ რესტორანში ატარებდა გომელაური, რატომ, რომელი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებდა ამას გომელაური. მოიცა, ამაზე კითხვები არ არის? ამ ჯალათიას ვეკითხები, მართლა ჯალათია, აი, ყველაზე ამაზრზენი ადამიანის სიძულვილის თხევა პირდაპირ მნიშვნელობით, რომელსაც ეს ხალი აკეთებს, ყველა ჯერზე როცა გამოჩნდება. ამ ადამიანისგან სიყვარული, სიმშვიდე, სიწყნარე, რაღაცა ადამიანების მიმართ სოლიდარობის გრძნობა, საერთოდ სიძულვილი, მარტო აი ამ ორი ადამიანისგან. მე მგონი ეს თია წულუკიანი კიდე უფრო ეს შედარებით ცბიერია და ცოტა სხვანაირად გამოიყურება მაინც რიგშემ ხანდახან მაინც. ეს ბიჭო პირდაპირ სიძულვილს ანთხევს წულუკიანი. და წულუკიანს მაგალითად საყდრისი რო ააფეთქა ბიძინა ივანიშვილმა, ამაზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიგრიბოს. ანუ საგამოძიებო კომისია საჭირო არ არის საკულტურული მემკვიდრეობა რომ ააფეთქა ბიძინა ივანიშვილმა პირადი ინტერესის გამო, მილიარდების ოქროს გამო რომ ააფეთქა, ეს კითხვა, ანუ ამაზე გამოძიება უნდა იყოს. და შენი განცხადება იყო ზუსტად წულუკიანის განცხადება იყო, რომ გელათი რამ მდგომარეობამდე მიიყვანე.
შეხო თქვი რომ 2020 წელს აი 2008-დან ესეთი განცხადება გააკეთა 2008-დან 2020 წლამდეო იქო ცუდი პროცესები მიდიოდა გეგონება კარგი 2008-ზე რო თავის შეფასება გასაგებია 2012-დან 2020-მდე ხელისუფლებაში შენ არ იყავი და შენი გუნდი და მაშინ ვინ არის პასუხისმგებელი უცებ რომ დაიბანე ხელი რომ 2008-დან 2020-მდე იქო ცუდი ამები ხდებოდაო 2020 წლიდან 2022 წლამდე კიდევ უფრო რომ დამძიმდა გელათში სიტუაცია ამაზე პასუხისმგებელი შენ არ ხარ მაშინ 20-ში ხო უკვე всё ხო თქვი რომ აი ხლა მე უკვე დავიწყე 2021 წელს და ამას ეხა ნახე როგორ გავაკეთებ მოიცი კიდევ ორი სიტუაცია რომ არის გელათში და ამ მდგომარეობამდე მიიყვანე ეს ვისი დამსახურება აი ეს პერიოდი არ არის გამოსაძიებელი 2020-დან მერე შენ რომ ხელი მოკიდე და მერე რა ქენი პასუხისმგებლობა რომ აგერიდებინე საპატრიარქოს გადაეცის ასე ვთქვა მთელი უფლებამოსილება რომ იცი რა თურმე ეხა საპატრიარქო მოუაროს მოიცა ამაზე კითხვები არ შეიძლება და ეს ჯალათი თია წულუკიანი ესე იგი რაღაცა სასამართლო პროცესებს გვიწყობ მე რა არის იცი მინდა ერთ არ ვიცი აი ქართული ოდებს სულ ვცდილობ მე ყველა მხრიდან დავინახო ხოლმე ხო ინფორმაცია რაღაცა გადავამუშაო და ისე მინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ კონკრეტული არგუმენტაცია აი ეს ხალხი აი ქართული ოცნება მოვიდა რომ აი ჩვენ რაღაცა ქართულ ჯიგრულ პონჩი ჩვენ კაი ტიპები ვართ რა დაახლოებით ეგრე მოვიდა ნაციონალები იჭერენ და ეგენი ცუდები აი ჩვენ კარგი ბიჭები და დაახლოებით და პათოსი ეგეთები ჩვენ კარგები ქართველები ტრადიცია ბიჭო ტრადიცია არის 50-ზე მეტი ახალგაზრდა რო ციხეში ჩაყარეთ ეგ არის ქართულ ჯიგრული ამბავი ეგ არის ანუ სხვა ნიუსი დღის ბოლოს ოდის ნახეთ ნიუსი საქმის შესახებ რომ აი კომუნალური გადასახადებმა როგორ დაიწიოს ხელფასმა როგორ მოიმატოს სესხების პროცენტმა როგორ დაიკლოს ემიგრაციაში ხალხი როგორ არ წავიდეს შობადობა როგორ გაიზარდოს ორსულებს პირობითად არ ქალბატონებს რომელიც ორსულად არიან და როგორ შეუქმნათ პირობები რომ მეტი ბავშვი გაჩნდეს ოჯახი როგორ ოჯახის სიწმინდეზე რო ღაღადებთ ხოლმე ანუ ბოლოს ამ საქმეზე როდის იყო თქვენგან რამე ანუ ხალხი სად არის როცა თქვენ მუდმივად ესე იგი ნიუსებს რას ქმნით შეხვალ ესე იგი და ნახავ ნიუს რომ ვიღაცა მოკლეს შუა ცენტრში ქალაქის ვიღაცას ესროლეს ვიღაცა არ ვიცი ვიღაცა იარაღით გაეკიდა ვიღაცა სცემეს მე პოლიციელები დაასდევენ ადამიანს არბევენ სასამართლო პროცესებია ყველა დღე ფაქტობრივად და 18-19 წლის ბიჭებზე ამბობთ რომ კრიმინალები არიან ჩაყარეთ ერთი ხელის მოსმით ციხეში მუდმივი სასამართლო პროცესები სიგიჟეები მე ეს არ გეხოთ ახლა ეგრეთ წოდებულ პარლამენტში დაჯექით და ახლა იქიდან კიდე სასამართლო ბიჭო რა ხელისუფლება ხართ თქვენ ვინ ახართ შულავე რა კომიტეტი ხართ საერთოდ ვინ ხართ საიდან მოხვედით და გონიათ რომ ხელისუფლებაში ჯერ ერთი რომ გასაგები რომ მიტაცებული გაქვთ მაგრამ რა გგონიათ რა რისთვის ხართ როცა იყავით ან როცა და აგირჩიეს როცა მართლა აგირჩიეს ან თქვენ რა გონიათ თქვენი საქმე არის ხალხის მსახურება მაგრამ ხალხის წამებით ხარ დაკვებული ყველა დღე შეიძლება რომ სასამართლო პროცესს გვაყურებინებდეთ პირდაპირ ეთერში ანუ ჭამის შეძლო ანუ ადამიანს რაღაცა მისცეთ არ შეგიძლია და სანახაობას თავაზობთ ანუ ეგ არის ნორმალური და სოზარ სუბარი ბიჭო ეს სოზარ სუბარი რომ ვიღაცას განიხილავს ხო საერთოდ ცალკე ანეკდოტზე უარესია ეს აბსოლუტური რუსეთუმია აბსოლუტური სამშობლოს მოღალატე რომელსაც 2020 წელს იყო საგამოძიებო სიუჟეტი ესე იგი შიდა ქართლში სამაციურე მეურნეობა აქვს აწყობილი და მის მარჯვენა ხელს ესე იგი $9,000,000-ზე მეტი მიცა სახელმწიფო მისცა ბიზნესის ჭყალებში დასაწყებად ფულის საკეთებლად ანუ თუ სოზარი ხარ აიღეს მო $9,000,000 $1,000,000-ის ბიუჯეტის ეს ია ფულს ოპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი სოზარისთვის გამოდგა ანუ ეს კორუმპირებული კაცი საერთოდ რაღაცა გასდა სერიოზული სახით თავის დროზე მახსოვს რაღაცა ინდაური მიუტანეს ხო მე მგონი ვიტო ხო არ ვწდები ინდაური მიუტანეს რაღაცა ოფისში მე მგონი ხო იმას სოზარს აი ეს კაცი საერთოდ რამესო სერიოზულად განიხილავს აი იმ კომისიას როგორ უნდა შევხედოთ რომ ან რა დანიშნულება რის თქმა გინდათ აი ამ კომისიით რის თქმა გინდათ და რა ეშველება ამ კომისიას რომ მაგალითად რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებთ ჯერ რა ვიცი პროკურატურა ხო თქვენი ანუ რა არის სატელევიზიო შოუ გაქვთ რამე პრაიმ ჰაუსის მსგავსი გაქვთ პარლამენტში რაღაცა ლაივები და ვიღაცას ეძახით და თქვენი ჭუით აკაჩავებთ და თია წულუკიანი რომ რაღაცა ეგეთი არის ვითომ მაგარი გოგო რო არის ანუ ეგ რა არის რამე შოუ გაქვთ
და რა ეს შოუ რას ემსახურება გარდა იმისა რომ სახელმწიფოს მტრობთ პირდაპირ მნიშვნელობით რომ ესე იგი რუსები ბედნიერები არიან როგორ ასამართლებთ ესე იგი იმ ხელისუფლებას რომელიც ამ ქვეყანაში მართლა რაღაც აკეთა და ძალიან ბევრი რამე აკეთა მართლა რა ვიცი სკოლაში ვიყავით და იმ სკოლაში რა იმით ვიჯექი რა კოლგით ვიჯექი გაკვეთილზე რომ წვიმდა სკოლის შენობებში თბილისში დედაქალაქში სკოლაში წვიმდა და მინა არ იყო ესე იგი ფანჯარაში რომ ეგრეთ წოდებული ზენი იყო სკვაზნიაკები თქვენ ენაზე და ხალხი სკოლაში ვერ ვიჯექით ესე იგი იმას აკვია ჯარისკაც ცალცალი ბოტები ეცვა თქვენ ენაზე გესაუბრებით სასტრაფოს მანქანა მწვანე გაზიკები იყო ესე რო დადიოდა და რაღაცა საშინელება ხო ლენე რატო გეცინებ არ არის ეგრე გახსოვს ეგ გაზიკი ისინი ძალიან ბუნდოვნად მახსოვს მაგრამ სკოლაში რო ქშიოდა და მოიცა სალიერკა და ისინი საფრიდან მიქონდა გგონია რამე შეიცვალა აი გათბობა არის მაგრამ ჰარდის ფული საკიდის ფული დღემდე შემშურებს სკოლაში ეხა დაიწყეს ხო ფონდის ფულის აგრეთვე ისე ორი ფონდის ფული სახელმწიფოს არ აქვს ფული რომ კლასში ფარდა დაკიდოს. ხო, წამოვიდგინოთ ისე. წარმოიდგინე ხა ეს. ბავშვობა მახსენდა. კი, და წარმოიდგინე, მართლა ჩვენ სალიერკე დავდიოდით ხოლმე და რომ სკოლაში რომ მივდიოდით, ესე იგი ერთი დღე იყო კარგი, ჭყალებში კარგი, რომ წიგნების მაგრად მიქონდა შეშა სალიერკა და თავისუფალი იყავ რომ წიგნები მიგეტანა. აი, მაგაზე მეცინება, რომ აი რაღაც ისე თითქოს და ეხა გვაბრუნებენ, კაცო ისე. აი, მაგაზე ეცოთი. ხო, არ წარმოიდგინე იმ ეპოქიდან, ბიჭო, გამოვედით რაღაც დოზე, ცალ-ცალი ბოტი, კაცო, თავდაცვის მინისტრი იყო თევზაძე და რაღაცი გამოვიდა რა გატკითხო არ ჩამოვაგდებო რით რა ჩამოვაგდო ბიჭო ვიღაცები ხო დაფრინავდნენ ჩვენ თავზე ხო ეგეთი რამე ხო არაფერი არ იყო ეგე და ანუ არანაირი თავდაცვის შესაძლებლობა ხო არ იყო ხო და რა გატკითხო არ ჩამოვაგდებო გიგე და აი მაგ ეპოქიდან გამოვედით რაღაცა თანამედროვე ნატო სტანდარტების ჯარი მილიცია რო ეს რაღაცა ზებრა ისინი იქონდა ჯოხები გახსოვს გადაღებავდნენ თეთრშავა და ეს ქუდი და დადგებოდა 2 ლარი 3 ლარი გამოგიმასავით ქონდათ რა ეგ იწოდა შლაგბაუმით სადაც გაივლიდი 2 ლარი 3 ლარი და გადაგეწოდებინა და თამი და უბედურება და აქიდან სახელმწიფოს დაემსგავსა სერვისებს დაემსგავსა ბიზნესს დაემსგავსა ეკონომიკას დაემსგავსა ნუ ეხლა ცხადია რომ პრობლემები იყო თორე ხა 2012 წელს ეხა ხო არ მოხდებოდა ისაც მოხდა ხო ხალხმა გადაერჩია კონკრეტული პრობლემების გამო ნორმალურია ოღონდ ჩვენ გვიდოდა წინ წასვლა და თქვენ ეხა ასამართლებთ იმ 9 წელს როცა რაღაც მაინც გაკეთდა და ბევრი რამე გაკეთდა სხვათა შორის და თქვენ რა გააკეთეთ აი წულუკიანს რა და სოზარ სუბარი ბიჭო ჭკვიანი სახით როზის იქ აი რა გაუკეთებია ცხოვრებაში ერთი სიკეთე თქოს სამგორის რაიონში ერთხელ გამოლაყდა რასაც ქვია და თქვა რომ აფრიკაშიო იქო ამ ხალხო რომ თავისი კერძო სახლები აქვს აშენებული ნაწვალები ნაოფლარიო არჩევნებს რომ მოვიგებო მე დავუკანონებო არჩევნები მორჩა 20-20-ის გააყალბეს სოზარი პარლამენტარი გახდა და კალაძე ერთვეში მიუვარდა იმ ხალხს და ტრაქტორები დაუნგრია. აი ეს მე რაც მახსენდება ამ კაცის ჭყალებში გაკეთებული საქმე, ესეც საქმეებია რა. დაპირდა ხალხს ეხა ხმა მომეცითო, იმ სახლებს რო იშრომე და იწვალეთო და უკანონოდ აფრიკაში ააშენოთო, იმას დაგკანონებთო და კალაძემ ერთვეში ტრაქტორები დაანგრია. და ეს კაცი ეხა ზის და იმას რა ქვია ასამართლებს ნაციონალურ მოძრაობას, ვინც მართლა იმას რა ქვია შექმნა სახელმწიფო, აი მართლა სახელმწიფო რო შექმნა რა. თავისი მინუსები, თავისი პლუსებით, მაგრამ სახელმწიფო შექმნა რა, არჩევნებით გადააბარა და დემოკრატიულად და წავაგე და წავიდა და რა ვიცი, რამე ვინმეს პრობლემა შეუქმნეს თუ რა, ვერიგეთ დაახტნენ კაბინეტებში და გადააბარეს და შევარნაძეს თუ 500 მილიონი იყო ბიუჯეტის კაღალზე დაწერილი, 80 მილიარდი დატოვეს, ხო? რა ვიცი, მე მგონი ყველას კარგად გვესმის ეს ჭეშმარიტი ობიექტურობა. და კიდე აი რუსი ჯაშუშები რო გამოუშვა იმან რა ქვია ქართულმა ოცნებამ პირველი რა გააკეთა ბიძინა რომ მოვიდა ეს 80 მილიონი წაიღო თავისთან რაღაც 80 მილიონი ხო გახსოვთ აი კახებითო კახელმემანახეებს აი რო გაგიფუჭდათო მოსავალიო ეს 80 მილიონი მე მოგეციდო სახელმწიფოს იმიტომ ჩაურიცხეო თქვენთვისო და ხელს რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში ეს 80 მილიონი ლარი უკან წაიღო პირველი ტრანზაქცია რაც გააკეთა ეგ 80 მილიონი ლარი წაიღო უკან მეორე რა იყო რუსი ჯაშუშები გამოუშვეს პოლიტპატიმრის სახელით ჭრელნიკოვები და ესენები ჩახალიანები და ეს ესეთი ხალხი ამაზე საგამოძიებო კომისია არ არის მნიშვნელოვანი კიდე რამდენი რამე ჩამოთვალე სანამ ამ ჯაშუშებზე ვიტყოდი ეს ძალიან საინტერესო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და დღეს უკვე 2025 წელი რო არის კალენდარი და აბსოლუტურ რუსულ საქმეს და პირდაპირ ღიად აკეთებენ მე მგონი ყველასთვის გასაგებია რომ ეს საკითხები ისეთია რა მნიშვნელოვანი და გამოსაძიებელი თავის დროზე
ან იგივე კოლცენტრებთან დაკავშირებით, აი წულუკიას მინდა ვკითხო და საგამოძიებო კომისია რატო არ შეიქმნა მაგალითად კოლცენტრებთან დაკავშირებით. მე ვითხოვდი სუსის უფროსის მოსვლასაც, ლილუაშვილის მოსვლასაც პარლამენტში და ყველა პროცედურა გავატარე, მისამართებზე მივდიოდი პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში წერილები, მისამართები, საპარლამენტო ტრიბუნიდან ვამბობდი კოლცენტრი, შავი ფული, ფარცხალაძის მისი კრიმინალური დაჯგუფების თავდაცვის მინისტრი იყო მაშინ ჯუანშერ ბურჭულაძე, ჭიკაიძეს როგორ ქონდა კოლცენტრი კონკრეტული მისამართზე, როგორ იყავით ყველანი ამას ჩართულები პარლამენტში მისამართებით ცხოვრობდი. ეს საქმე რატო არასდროს არ გამოიძიეთ? ხო აღმოჩნდა მე რომ კოლცენტრები იყო და მეტიც ამერიკის ჰელსინკის კომისიამ რა თქვა რომ კოლცენტრებით ბიძინა ივანიშვილი აგვისტოში იყო ეს განცხადება. აი აგერ 2024 წლის აგვისტოში იყო ჰელსინკის კომისიის განცხადება, სადაც შავითეძე წერია რომ შავი ფული და კოლცენტრები ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, რომელიც ასე ვთქვათ, აი ამ ფულებს ძარცვავს ხალხს და მე ამ ფულს ატრიალებს ქვეყნის შიგნით. ამაზე რატო არ შეიქმნა კომისია? ხო იყო ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი რა ლეგიტიმაცია არ ქონდა ამას? რატო სულ მოდიოდა, რატო იმალებოდით რომ რაღაცნაირად ამ შეკითხვებზე პასუხი გაგეცა? ეს არ გაინტერესებს, თია მილიარდები რომ ჯიბეში მიგაქვთ, ეხლა რატო დაგაინტერესებს ეხლა, იმიტომ რომ ხდება იქიდან წილი. DGG-ების საქმე რო იყო, აი DGG-ების საქმე და დაახლოებით 700 მილიონამდე რო გაქრა და მე იძულებული რო გახდით თქვენი პროკურატურაც რო გამოძიება დაგეწყო და ვითომ რო იქ ვიღაცები დააკავეთ. ვითომ რო დააკავეთ და მე ყველა საპროცესოები უკეთეთ და ასე შემდეგ, ვინც რა თქმა უნდა მე თქვენთან ითანამშრომლა და ასე შემდეგ და პირიც ნაკლებად დააღო. და ეგ საქმე ხო უჩა მამაცაშვილამდე მიდიოდა. ამ DGG-ების საქმეზე 700 მილიონი გაქრა. 700 მილიონი გაქრა. თქვენც ვერ გაიქეცთ ამას ადასტურებთ. სად არის ეგ საქმე ვინ გამოიწია? ეგ 700 მილიონი სად არის? საწავიდა 700 მილიონი. რა, ქართულ ხალხს რა იმ 700 მილიონიდან თუ ვიღაცა 30 კაცი დაიჭირეთ სანახავად და მე საპროცესო გააუფორმეთ, ეგ 700 მილიონი ლარი სად არის? მინიმუმ 700 მილიონი, თორე ბევრად მეტია დარწმუნებული. ნარკოტიკებთან დაკავშირებით მე წინა გადაცემა მქონდა ამაზე და წულუკიას არ აინტერესებს საქართველოში კვლელი ნარკოტიკები როგორ ხდება? ძალიან მარტივი შეკითხვა, მაგრამ არ აინტერესებს კვლელი ნარკოტიკები ქვეყანაში როგორ ხდება? თან ტონობით 1 და 2 და ტონობით ნარკოტიკი კვლელი და ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაში, ყველა რაიონში, ყველა უბანშია აბსოლუტურად ხელმისაწვდომი. ამაზე თიას რა პასუხი აქვს? ცხადია არაფერი. მოკლედ, ამ კომისიაზე მე მგონი რომ ჩემი აზრი საკმაოდ ცლად შემოგთავაზეთ, ვეცდები რომ კომენტარები ვნახო და იქნება თქვენ ამ კითხვები რაც გაქვთ, თუ არა და მე მინდა რომ ცოტა მეზრიშვილ გახარიაზე ვისაუბრო ძალიან ცოტა, სალომე ზურაბიშვილზე გითხრათ ჩემი პოზიცია და ირაკლი გილაურზე. ხო, ეს კითხვა ძალიან მაწუხებს რა, კიდევ ამბობ, აი წულუკიანი რომ ვიღაცებს იბარებს და რაღაცა კონკრეტულ აბსტრაქტულ თემებს ყვებიან, რაღაცა ხდებოდა და ბიზნეს. მაჩვენეთ ერთი პროკურორი დასჯილი და მოსამართლე. მოსამართლე, რომელმაც უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა და დასაჯეთ. მაჩვენეთ ერთი მოსამართლე. ერთი მოსამართლე მაჩვენეთ. თქვენთან არის ეხლა და სათქვენო დღებულობს გადაწყვეტილებას და მაგიტო ანუ всё შერჩა ძმაო ხახვივით? ერთი პროკურორი მაჩვენეთ. აი ერთი ხო იცახით რომ აი ხო არ მოგწონთ თქვენ მაგალითად აი ადეიშვილის პროკურატურა რაღაცა კითხვების საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ხო? აი ადეიშვილის პროკურატურა. ერთი პროკურორი დასაჯეთ? აი ერთი პროკურორი რომელმაც რაღაცა ცუდი საქმე გააკეთა. სად არის ერთი პროკურორი? ერთი პროკურორი, ერთი მოსამართლე. ფინანსური პოლიციის ერთი მაღალთანადობის პირი, ერთი. არ მინდა 2-3, ერთი. ანუ აბსურდია, ხვდებით? აბსოლუტურად ყველაფერი რაც საკეთებდა ემსახურება მხოლოდ პროპაგანდას, ადამიანების ტვინის გამორეცხვას, თემიდან თემაზე გადასვლას, რომ რაღაცა აქციებიდან მიჩქმალოთ, რომ პატიმრობაში რო ყავთ ახალგაზრდები, არა მარტო ახალგაზრდები, ძალიან ბევრი შუახნის ადამიანი, რომლებიც თავისი ქვეყნის პატრიოტები არიან. და მე მაგალითად ანატოლი გიგაურის ხელები თქვენ გინახავთ, დაკოჟრილი ნამუშევარი ხელები გინახავთ, აი ოჯახისთვის და შვილებისთვის და მეუღლისთვის რომ შრომობს. ეს ხელები მის თვალებში ჩაგიხედავთ და ან მისი მეუღლე, მისი შვილები წესიერი ხალხი, ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანები, უწესრიესი ოჯახი გინახავთ და ანატოლი გიგაური ციხეში უნდა იყოს და ჯალათიასნაირი კორუმპირებული სახელმწიფოს მოღალატე პირდაპირ ეთერში ვინმეს უნდა ასამართლებდეს? და 18-19 20 წლის ბიჭები უნდა იყვნენ ციხეში გამოგონილი აბსურდული ბრალდებით და თქვენ ხართ კაი ტიპები? და რაღაცა ჩვენ კაი ბიჭები და თქვენ ყველაზე მოდი ეს ამ იმაში მე მგონი შეიძლება ამ სივრცეში რა ყველაზე ბოზური პარტია არის ამ ქვეყანაში ეს რუსული პარტია.
ყველაზე ბოზური პარტია. ჯერ ერთი პატიმრებით მოვაჭრე ხალხი, რომ გამოგიშვებს აი ადამიანებით ვაჭრობის კლასიკური გამოვლინება ესე იგი, რომ ვიღაცას დაიჭერენ და მერე გამოშვების სანაცვლოდ ემუშავე ძმაო რუსულ პარტიაზე. და მის ოჯახის წევრებს ამუშავებენ. მერე ნახევარზე მეტი ბოდიში და გააბარიგეთ. ხო, რაღაც ამ ჩარტეთ ამ მკვლელი ნარკოტიკების დისტრიბუცია გაქვთ დაწყობილი და ყველა უბანში ცდილობთ რომ გააფუჭოთ და დაალპოთ ეს ხალხი. ჯერ ძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მე ყველა შესაძლებლობას აძლევთ რომ აი ამ მდგომარეობამდე მიიყვანოთ. და ყველაზე ბოზური პარტია საქართველოში არის რუსული პარტია. და თუ ვინმეს კაცობა და ვაჟკაცობა შეგჭათ მაგ აი რავის პარტიაში და კაცობაზე რომ ლაპარაკობ და მორალზე ადამიანობაზე ორ ვიცი 18-19 წლის ბიჭები რო ციხეში არიან ხმას არიგებთ ეგ კაი ტიპობაა და მართლა გჯერათ ბიჭო რომ სახელმწიფოს ატრიალებდნენ ის ბავშვები აი ამ სიგიჟეების მართლა გჯერათ და თუ არ გჯერათ ბავშვები რო ციხეში არიან ბიჭო რა ვიცი თავდებში ჩაუდებით ძმო და რაღაცა კაცური სიტყვა თქვი რა ვიცი ადამიანური სიტყვა თქვი რატო ხართ გასუსულები ნახავ კომენტარებს თუ არა და ამაზეც მოგახვა ეგ არ ადარდებთ მაგ ჯალათებს Facebook-ზე კითხულობ კომენტარებს ხალხი არ აინტერესებთ წულუკიანი არის სულით ხორცით მახინჯი არსება კომენტარში იწერება ეს ყველაფერი ჩვენი ყველაზე მძიმე არის რომ სული აქვს ესე დამახინჯებული და დაბინძურებული ვეცდები რომ კომენტარები ნახო YouTube-ზეც არ ვიცი თუ არის კომენტარები შევხედავ არა YouTube-ზე არ არის Facebook-ზე უფრო არის კომენტარები კარგი ვნახავ და იმის მიხედვით Facebook-ზე ესე იგი ვინც გვიყურა ვინც გვიყურებს ჩემი უმორჩილესი თხოვნაა გადმოხვიდეთ YouTube-ზე აბრეშუმის გზა გამოიწეროთ ჩვენი არხი დაწეროთ თქვენი კომენტარები შენიშვნები თქვენი პოზიციები ჩვენ ახალ სტუდიაში ვართ ახალი გარემო გვაქვს ნელ-ნელა კიდე უფრო დავხვეწავთ მათ შორის ტექნიკურ მიმართულებას გვეპატიება პატარა ხარვეზები ხო და მინდა ესე იგი ბოლოში ვარ გასული გახარიაზე ვიტყვი სალომეზე და იმ ხო ნუ გახარიას პარტიაზე აუცილებლად მინდა რომ თქვა და რის თქმა მინდა ნახეთ ხო ამდენი ვისაუბრე ამ იმაზე რა ქვია ეს სალომეს და იმაზე მე ღია ეთერშიც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა რომ აი გახარიასთან დაკავშირებით მუდმივად თავშეკავებული ვიყავით არჩევნებზე რატო იმიტომ რომ გვინდოდა ერთიანობა მიუხედავად იმისა რომ სულ ყოველთვის ჯერა რომ მოკოცვა გახარია და ბიძინა ივანიშვილის კარზე უფრო მეტი მოთამაშეა ვიდრე რეალურ ოპოზიციაში მაინც რაღაცნაირად თავს ვიკავებდით რა მაგრამ აი ყველაფერს ხო აქვს საზღვარი და გახარიას და მეზრიშვილს მინდა აი მეზრიშვილი არის გამოირჩევა ხოლმე რაღაცა სიგიჟე კომენტარებით რა და მეზრიშვილი ამბობს აი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ნაციონალური მოძრაობის დროს პროკურორი იყო მუდმივად ეს ქალი და სუთარამდეობაზე იყო მე არ მახსენდება არც ერთ საქმეზე არ ვიცი თქვენ თუ გახსენდება და გამომეხმოუროს მეზრიშვილი რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაეკრიტიკებინა მეზრიშვილს პროკურორი იყო და ხალხს თუ რამეზე აქვს პრობლემა პრობლემა რა ნაციონალურ მოძრაობასთან ხალხს სადა აქვს რომ ადამიანის უფლებები პროკურატურა ძალონები თორე ხიდებს უაშენებდნენ და ინფრასტრუქტურა რო კეთდებოდა და ეკონომიკა რო წინ მიდიოდა აქ კი არ იყო პრობლემა იყო პირობი და ძალოვანი უწყებები მაგალითად პროკურატურა და უნდა ხალხს რომ უკეთესი პროკურატურა ყოფილიყო ხო ანუ რუსების ხელში რო ჩავარდნილიყო მაგას არ უშვებდა ხალხი ალბათ და ბიძინა ივანიშვილის ტრიუკიც მაგაში მდგომარეობს მეზრიშვილი იყო იქ პროკურორი კარგი იქ რო პროკურორი იყო და დღესო 1000 სისაძაგლეს იძახის გავიარეთ ბიჭო ფარცხალაძესთან მუშაობდი შენ წულუკიანის არ იყოს კგბ-ს აგენტ ფარცხალაძეს ქვეშევრდომი იყავი და მასთან მუშაობდი ის რო სისტემაში იყო შენ მუშაობდი ანუ ფარცხალაძის სისტემაშიც გაკნა მუშაობ ხმა არ მოგიღია გასუსული იყავი პირდაპირ მუშაობით ბიძინა ივანიშვილის ხელში იყავი ყველაზე გახმაურებული საქმეების პოლიტიკური საქმეების პროკურორი ერთ-ერთი ყველაზე თავარი ასე ვთქვათ ჯალათი პროკურორი და კიდე ამხელა ენა გაქვს და კიდე სხვას ლანძღავ რა ნორმალურია და ადეკვატურია შენ შეგიძლია რომ ნაციონალურ მოძრაობაზე რამე თქვა მე თქვა რომ დღეს ოპოზიციონერი ხარ არა და მაშინაც პროკურორი იყავი მე ბიძინას პროკურორი და ფარცხალაძის პროკურორი იყავი და დღეს კიდე თავის გამოვიდებ რაღაცაზე შენ და შენი გახარია არ იყავით რომ კორუფციაზე ქართულ ჯიგრულ პონჩიო იძახოდი და ეხლა რაც ჩამოთვალე წულუკიაზე საყდრისი თქვენ დროს არაფეთქდა დეგეგეები თქვენ დროს არ მოიპარეს რუსი ისენი რა ქვია გენერლები თქვენ დროს შენ და გახარია შენ პროკურატურის ძალოვანში იყავი გახარია მინისტრი იყო მოიცა სად არის იქ საქმეები ჩვენ არ გვესმის და ვერ გავიგებთ და ვერ დავინახავთ თუ რა გონია
ხო და ამიტომ თქვი ის რაც თქვი, რომ ცოტა ტონს დაუწიეთ რა. ტონს დაუწიეთ. და იმ პარლამენტიდან ხო ვერ გამოგიყვანეთ იქ რომ ჩაბღაუჭებული ხარ და ერთი სული გაქვთ ალბათ რომ ბიზნეს პარლამენტს რაღაცა ლეგიტიმაცია მისცეთ. თუ ეგრე არ არის, მაშინ მეორე მხარეს ოპოზიციურ მხარეს მაინც იყავით ოდნავ ადეკვატურებია. 20 წუთი რო სხედხართ ეთერში და 15-18 წუთი ნაციონალურ მოძრაობას ხარჯავთ, ეს ნორმალური რატო გონიათ ვერ გავიგე და 2 წუთი შეიძლება ბიზნესაც ვერ ახსენებთ, ხო? ამიტომ მე მგონია რომ აბსოლუტურად სწორია ეს პოზიცია რაც გვაქვს და არავითარ შემთხვევაში არავის აღარ გაუტარდება ეს რაღაცა სიბინძურეები კობახიძეს და რუსულ პროპაგანდას რომ ემთხვევთ თქვენთვის არის პრობლემა და არა ჩვენთვის. სალომე ზურაბიშვილზე კიდევ ერთხელ კაფეო დავაფიქსირე პოზიციას. მე ჩემი წარმოდგენა მქონდა და მაქვს ამ ადამიანზე ყოველთვის იგივე მის არჩევასთან დაკავშირებით, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ეს მე პირადად ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებებით კი არ გვიმსჯელია ნაციონალურ მოძრაობას, ან მე კი არ მიმსჯელია პირადად როგორ ვფიქრობ, ან ქვეყანაში რა სიტუაცია იყო, რა პოზიციას იჭერდა სალომე, იქიდან გამომდინარე რასაც აკეთებდა კარგს, მაგალითად ვამბობდი რომ კარგია. უბაცრავად? ხო, კარგია კი ბატონო, ოღონდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმიტომ რომ სალომე მომწონს. რაღაცას ხო აქვს საზღვარია რა. გინდა ერთიანობა, კი ბატონო, ხო ვართ ფორმატში. ხო ვსაუბრობთ, ხო არასდროს ჩვენ აი ბოლო დღემდე ის კი არა ვამბობთ რომ სალომეს ფიზიკურადაც დავიცავთ. და შეკარგა ადამიანო, რა ვიცი, ზუსტად იმ თარიღებში, როცა იმათ უნდა შესვლა, გამოხვედი იქიდან დაუთმე თარიღების მიხედვით, ხო? ცოტა სხვანაირადაც ხო შეიძლება და ამის გაკეთება არა? ამიტომ ერთადერთი რა, არ ვიცი, სალომე იქნება თუ ვინმე იქნება თუ სხვა იქნება, ერთიანობა. ერთიანობის იქით ვინც მიდის და რაღაცა სხვა თამაშობს გვთავაზობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში. ბიძინა ივანიშვილისთვის დაქსაქსული ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია არის საჩუქარი. და ვინც ამაში მონაწილეობდა სალომეზე რატომ მქონდა ესეთი მკვეთრი რეაქცია, ხო? მან თქვა რომ თურმე ერთიანობა არის შემოგდებული თემა. და რაღაცა კოორდინაცია არის თურმე მთავარი. არა, გაბატონო სალომე, არა, ერთიანობაა მნიშვნელოვანი და საქართველოს გერბზე წერია ძალა ერთობაშია და არა ძალა კოორდინაციაში. ამიტომ პოზიციას თუ შეიცვლით და ადეკვატური იქნებით რომ ერთიანობაა მნიშვნელოვანი და ძალა უნდა დაუპირისპირო და უკვე უნდა მოემზადოთ მეორე ფაზისთვის, რომელიც ნიშნავს რომ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში კი არ ვიყოთ. არ უნდა ვიყოთ მათი ამოცანა რომ თავდაცვის რეჟიმში ვიყოთ. ძალას დაუპირისპიროთ, ძალა ასეთ რეჟიმებს ცოტა სხვანაირი მიდგომა და სხვანაირი ბრძოლა ჭირდება და ამ თემებთან დაკავშირებით აუცილებლად მე მექნება ჩემი პოზიცია ღია საზოგადოებისთვის და ბოლოს დავამთავრებ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ირაკლი გილაურის და ირაკლი კობახიძის შეხვედრას. სრული მარაზმი წარმოუდგენელი რამე, ესე იგი ირანში ტერორისტებთან მოპოზიორი კობახიძესთან გაკრეჭილი იჯდა ირაკლი გილაური. რომელსაც რაღაცა გარკვეული, არ ვიცი, ოპოზიციურ ველზე ბევრ ადამიანს რაღაცა კითხვები იყო რომ ვიღაცას ეხმა არ ვიცი. ესეთი რაღაცები არსებობს ხალხში კითხვები. ამიტომ ამ კითხვებს პასუხები ჭირდება და ის კი არა რაღაცა თავი ავარიდო და რაც გვაწყობს ის ვილაპარაკოთ. ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტია, ისეთივე რუსეთუნია, როგორც ირაკლი კობახიძე. ეგრე არ ფიქრობთ ეგრე? აბა მაშინ ამიხსენით რა იყო აი ახლა იმასთან რა ქვია ტერორისტების მოტრფიალე რუსეთუმე კობახიძესთან ეს გაკრეჭილი გაღიმებული ფოტო. აი რას ნიშნავდა ეს? აი რა იყო? და რა მხარდაჭერას უცხადებდა ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და რა ნაბიჯი იყო ეს? ხო, ის არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, აი ამ კაცის ხელში ისეთივე მარიონეტია, როგორც მაგალითად ეხლა ჩხარტიშვილი რესტორანს დაჭირდეს ივანიშვილს ერთნაირი კრიმინალური კასტაა და ცხადი ერთმანეთს გაუმაგრებენ მხარს, როგორც რუხაძე, როგორც უჩამამაცაშვილი მის დეიდაშვილი, ხო? ეს ხალხი ფხაკაძე, ნაკაიძე, ვანიკო, რა ვიცი, ეს ერთი ხალხია. ამიტომ მე მგონია რომ გილაურზე აბსოლუტურად ღიად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს თემა. რაღაცა ოპოზიციურ ველზე, ვიღაცას რაღაცა მე ქულების დაწერა უნდა, არ ვიცი, ეს კითხვები არსებობს და საზოგადოება იმსახურებს პასუხებს. და ჩემი აზრით ირაკლი გილაური ისეთივე ოლიგარქია, როგორც კიდევ ამ ივანიშვილი და სხვები და ისეთივე ძარცველი და ყაჩაღი, როგორც ლიბერტი ბანკი და რუხაძე. რა სხვაობაა საქართველოს ბანკის ირაკლი გილაურსა და ლიბერტი ბანკის რუხაძეს შორის? ჩვენ შემდეგ გადაცემის თემად სავარაუდოდ თუ რამე არ შეგვეცვალა გვექნება საბანკო ოლიგარქია, ამ თემებთან დაკავშირებით მოგწერეთ თქვენი პოზიცია, თქვენი შეხედულებები, ვემზადებით რომ ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდეს. მადლობა ყურადღებისთვის. ბოლოს კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი აბრეშუმის გზა YouTube-ზე. ზარის ღილაკი გააქტიუროთ, ყველა ინფორმაცია მოგივათ და Facebook-იდან გადმოყვეთ YouTube არხზე, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ყურადღებისთვის.
ვფიქრობ, დეტალურად გავიარეთ ყველა ის თემა, რომელიც აქტუალურია დღეს. მადლობა.